პირველ რიგში მე მინდა რომ ყველას მოულოცო მთელ საზოგადოებას რომელიც ეს დღეები არის ასეთ ემოციებში მოულოცო დღევანდელი ეს ერთი აგური სამართლისკენ გადადგმული რაც ეხლა მოვისმინეთ დიტაკაციას გამართლება მისი არაჩვეულებრივი სიტყვის შემდეგ და ეს არის ყველასთვის დიდი სიხარული, რაც გჭირდება საზოგადოებას გჭირდება. თუმცა არ უნდა ამ დროს და შეიძლება ამაში იყოს ცოტა რეჟიმის ქმედებების ერთ-ერთი ახსნა, არ უნდა ამის გამო დავივიწყოთ ის, რომ სადაც ერთი აგური სამართლის დაიდო 11 აგური უსამართლობის. არც ნიკაკაცია სასამართლოზე არ იყო არანაირი მტკიცებულება და ეს აღიარა მოსამართლემ, მაგრამ არც იმ 11 და წინა დღის სასამართლოებზე არ იყო არანაირი მტკიცებულება. ყველა ეს ადამიანები არიან უდანაშაულო ადამიანები. არაფერი არ გამოადგებათ, იმიტომ რომ დღეს ჩანს უკვე რომ ეს სასამართლო არის მართული და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს ერთი აგური ან ორი აგური არ ნიშნავს ის რომ სხვები არიან დამნაშავეები და ყველაფერი იმას აჩვენებს რომ არავინ არ არის დამნაშავე, არც ერთი მტკიცებულება არ დევს არც ერთ სხვა იმ საქმეებში. და ეს ხრიკები ცნობილი არის, ესეც რუსული პრაქტიკიდან ცნობილი ხრიკები არის. ასე რომ ეს რჩება საბრძოლველი სასამართლო უნდა გახდეს ნამდვილად დამოუკიდებელი დღის პირველ ნახევარში რაც ვნახეთ მოსამართლე და მისი შუშის თვალები გვიჩვენებს რომ ეს არის მართული სასამართლო და სხვათა შორის არ შეიძლება რომ არ აღნიშნო რომ იმ დროს როცა გამოდის თეატრალურიანის ვითომსდა კომისიის დასკვნები და იმ დასკვნებში წინა რეჟიმის შესახებ არაფერი არ არის სერიოზული ნათქვამი იმაზე რომ იქაც იყო სრულიად უსამართლო სასამართლო და დღეს თუ გვაქვს ჩვენ უსამართლო სასამართლო ეს არის იმისი გაგრძელება იმიტომ რომ დღესაც დგანან სათავეში იგივე მურუსიძეები და ეს მაჩვენებელი არის იმის რომ ეს უნდა ყოფილიყო თუ რეალური კომისია ვიღაცას უნდოდა პირველ რიგში უნდა იმსჯელოს სასამართლოზე და დადო დასკვნები სასამართლოზე მაშინ და დღეს და მოვა დღე და მოვა დრო როცა საქართველოში გვექნება სამართლიანი სამართლო ეს არის საქართველოს წარსული და ეს იქნება საქართველოს მომავალი